მოგესალმებით ყველას. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. დღეს ხატვალის მთაზე ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის ტურისტული სეზონი მესტიაში. ჩვენი მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობს, რომ სვანეთი გადაიქცეს ზამთრის ტურიზმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ ტურისტულ ნაკადებს და რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტ შემოსავალს ყველა სვანური ოჯახისთვის. მესტიის გარდა ჩვენ ასევე ინტენსიურად მუშაობთ თეთრნულდის სათხილამურო სისტემის განვითარებაზე. თეთრნულში ხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, დამონტაჟდება 5 საბაგირო, სადაც იქნება 20-ზე მეტი ტრასა და ერთდროულად წინასწარი დათვლებით 4000-ზე მეტი ადამიანი ისრიალებს თეთრნულდის სათხილამურო ტრასებზე. ყველაფერი ეს ერთად ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული დადებითი შედეგის მომტანი იქნება სვანეთისათვის და სვანეთის მოსახლეობისათვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მინდა ტრიბუნასთან მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მართლაც საოცარი ამიდია და საოცარი დღე არის. მოგესალმებით ყველას. და მეც გილოცავთ ყველას. დღეს ზამთრის ტურისტული სეზონი იწყება. მართლაც სიმბოლურია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს მესტიით დავხსნით. მეგობრებო, მესტია როგორც ზამთრის კურორტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ეს არის მართლაც სასიხარულო ჩვენთვის ყველასთვის. დღევანდელი ღონისძიება სწორედ მესტიის სამთო სათხილამურო კურორტის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება. სვანეთი მიმზიდველია, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში. და სწორედ ამაში არის მისი უნიკალურობა. რადგან მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი კურორტი, სადაც უძველესი კულტურა, უნიკალური არქიტექტურა, უნიკალური ხალხი, ულამაზესი ბუნება და თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურა ერწყმის ერთმანეთს. სვანეთში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივას მისი ბუნებრივი ლანდშაფტი იძლევა, მოგეხსენებათ. თეთრნულის საბაგირო გზების მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ მართლაც საქართველოში ყველაზე გრძელ სასრიალო ტრასას და დამსვენებლებს შევთავაზებთ ყველაზე ხანგრძლივ სათხილამურო სეზონს. დაგეგმილი არის, მოგეხსენებათ, თეთრნულის სათხილამურო სისტემის შემდგომი განვითარება, სამუშაოები დაიწყება, განახდება 2014 წელს. წელს მესტიას 150-ზე მეტი უცხოური და ქართველი ტურისტი სტუმრობდა. ეს არის მართლაც რეკორდული მაჩვენებელი. მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წელი მეტად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის კუთხით. დღევანდელი მონაცემებით საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც მართლაც რეკორდული არის და უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნისთვის. ტურისტების რაოდენობის ზრდა, რა თქმა უნდა, ნიშნავს დასაქმების ზრდას რეგიონში, რეგიონის გააქტიურებას, გამოცოცხლებას, დამატებითი ობიექტების მშენებლობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ინვესტიციების შემოდინებას ამ რეგიონში. ჩვენი მთავრობა ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რადგან კარგად გვესმის, რომ სწორედ ტურიზმი არის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო და რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტები, ყურადღება დაეთმობა კურორტის მარკეტინგს, ამაზე ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ მესტიას არა როგორც სათხილამურო კურორტს მხოლოდ, არამედ იმ ადგილად განვიხილავთ, სადაც რომელსაც ტურისტების მიღება წელიწადში შეიძლება 365 დღის განმავლობაში. და შეუძლია მესტიას ამის უზრუნველყოფა და ჩვენ მთავრობა ამის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი და ჩვენ ამას გავაკეთებთ აუცილებლად. კიდევ ერთხელ ნება მომეცით, მეგობრებო, მოგილოცოთ ზამთრის ტურისტული სეზონის დაწყება, ასევე გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას. დიდი მადლობა.